იერუსალიმს რომ ადიოდა, იესომ თან გაიყოლა 12 განცალკევებით და უთხრა მათ გზაში. აჰა, ჩვენ ავდივართ იერუსალიმს და კაცის ძე გადაეცემა მღვდელ მთავრებსა და მწიგნობართ და სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ მას. გადასცემენ მას წარმართებს, რომ შეაგინონ, გაშოლტონ და ჯვარს აცვან და მესამე დღეს აღდგება. მაშინ მივიდა მასთან ზებედეს ძეთა დედა, თავის ვაჟებთან ერთად, თაყვანისცემით და რაღაცას ეხვეწებოდა მას. კითხა მას. რა გინდა? უთხრა. რომ ეს ჩემი ორი ძე დაჯდეს, ერთი შენს მარჯვნივ და მეორე შენს მარცხნივ შენ სასუფეველში. მიუგო იესომ პასუხად. არ იცით რა სიტყვით. განა შეგიძლიათ იმ სასმისის შესმა, რომელსაც მე შევსვა. ხოლო მათ უთხრეს. შეგვიძლია. უთხრა მათ. ჩემს სასმის შესვამთ, მაგრამ ჩემს მარჯვნივ და მარცხნივ დაჯდომის ნებართვა ჩემგან არ არის, არამედ ვისთვისაც გამზადებულია მამა ჩემის მიერ. ეს რომ მათმა გაიგონა, გული მოუვიდათ ორ ძმაზე. იესომ კი მოიხმო ისინი და უთხრა. თქვენ იცით, რომ წარმართთა მთავარნი ბატონობენ მათზე და დიდებულნი ხელმწიფებას იყენებენ მათზე. მაგრამ თქვენ შორის ასე ნუიქნება, არამედ ვისაც თქვენ შორის სურს დიდი იყოს, ის თქვენი მსახური იყოს. ვისაც თქვენ შორის სურს პირველი იყოს, ის თქვენი მონა იყოს. ისევე როგორც კაცის ძე არ მოსულა იმისათვის, რომ ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად მოემსახუროს და თავის შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად. როცა ისინი იერიხონიდან გამოდიოდნენ, დიდძალი ხალხი მისდევდა მას. და აჰა, ორი ბრმა იჯდა გზის პირას და როდესაც გაიგონეს, იესო აქეთ მოდისო, აყვირდნენ და ამბობდნენ. შეგვიწყალე ჩვენ უფალო დავითის ძეო! ხალხი კი უწყრებოდა მათ და აჩუმებდა, ხოლო ისინი უფრო მეტად აყვირდნენ და ამბობდნენ. შეგვიწყალე უფალო დავითის ძეო! იესო შეჩერდა, დაუძახა მათ და უთხრა. რა გინდათ რომ გაგიკეთოთ? უთხრეს მას. თვალები რომ აგვიხილო უფალო. შეებრალა იესოს ისინი და შეეხო მათ თვალებს. ყისვე აეხილათ და გაჰყვნენ მას.